გამარჯობათ. ვაგრძელებთ ლექციებს. დღეს ჩვენ ავიხილავთ მოსახლეობის აღწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსახლეობის აღწარმოება და მასთან დაკავშირებული თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები განხილული იყო ლექციების დასაწყისში. ამიტომ აქ მათ არ შევეხებით და გავიხილავთ უშუალოდ მოსახლეობის აღწარმოების ზოგიერთ მაჩვენებელს. მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო კოეფიციენტი. ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია მოსახლეობის აღწარმოების კოეფიციენტებში. იგი წარმოადგენს თაობათა შენაცვლების მაჩვენებელს, რომელიც არ ითვალისწინებს მოკვდაობას. ის არის მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ერთ-ერთი მახასიათებელი და იძლევა შობადობის კრებსით დახასიათებას. მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო კოეფიციენტი შეიძლება გაანგარიშებულ იქნას ცალ-ცალკე ორივე სქესის მოსახლეობისათვის, თუმცა მიღებულია და უმრავლეს შემთხვევაში გამოითვლება მხოლოდ ქალებისათვის. იმის გამო, რომ ის არ ითვალისწინებს ქალიშვილების მოკვდაობას მათ მიერ დედის ასაკის მიღწევამდე, მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო კოეფიციენტი არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც ქალიშვილების თაობის მიერ დედათა თაობის შენაცვლების რეალური მაჩვენებელი. მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო კოეფიციენტი უჩვენებს ერთი ქალის მიერ თავისი ცხოვრების განმავლობაში დაბადებული გოგონების საშუალო რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ ქალი იცოცხლებდა ფერტილური პერიოდის ბოლომდე და მისი სიცოცხლის მანძილზე ყოველ ასაკში შენარჩუნებულ იქნებოდა შობადობის თანამედროვე არსებული დონე. მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო კოეფიციენტი გამოიანგარიშება ფორმულით. ერი გამოისახება ერით მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო კოეფიციენტი, ესე ამიღებული ერი უდრის დელტა გამრავლებული f-ზე, სადაც დელტა ცოცხლად დაბადებულთა შორის გოგონათა წილია, რომელიც მიახლოებით 0,59 მეასეძის ტოლია. f-ი შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, რომლის გაანგარიშების წესი ჩვენ ადრე შეხვდა და გავიარეთ. მაგალითად, შეფასებითი მონაცემებით საქართველოში 2005 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა შეადგინა 50,000, მათ შორის გოგონებისა 24,300, ანუ გოგონათა წილი ყველა ცოცხლად დაბადებულში იქნებოდა. ვიღებთ გოგონათა წილს მრიცხველში, ნიშნველში ყველა დაბადებულს, ანუ დელტა უდრის გოგონების და რაოდენობა, რომელიც ცოცხლად დაიბადნენ, შეფარდებული ყველა ცოცხლად დაბადებულთან და მივიღეთ დაახლოებით, როგორც ითქვა, 0,59 მეასედი, უფრო ზუსტად 0,486 მეათასედი. იმავე დროს შეფასებითი მონაცემებით შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი f-ით, რომელიც აქვთ გამოსახული, იყო 1,722 მეათასედი. აქედან გამომდინარე მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო კოეფიციენტი იქნება, ანუ ის თანაფარდობა, რომელიც მივიღეთ ჩვენ დელტათი გამოსახული 0,486 მეათასედი გამრავლებული 1,722 მეათასედთან, რაც შეადგენს 0,827 მეათასედს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ქალი თავისი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ იყოლიებს 0,827 გოგონას. იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებული იქნებოდა 2005 წლის შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტები და გოგონათა წილი ცოცხლად დაბადებულებში. მოსახლეობის აღწარმოების მეორე მაჩვენებელს წარმოადგენს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი. იგი არის მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის განმაზოგადებელი მახასიათებელი, რომელშიც გათვალისწინებულია შობადობა და მოკვდაობა.
მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი ცნობილია აგრეთვე ბეკი-კუჩინსკის კოეფიციენტის სახელით. მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი შეიძლება გაანგარიშებულ იქნას ცალ-ცალკე ორივე სქესისათვის, თუმცა მიღებულია და როგორც წესი გამოითვლება მხოლოდ ქალების შემთხვევაში. მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი წარმოადგენს ქალიშვილების თაობის მიერ დედათა თაობის შენაცვლების რაოდენობრივ მაჩვენებელს. მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი ჩვენებს ერთი ქალის მიერ თავისი ცხოვრების მანძილზე დაბადებული გოგონების საშუალო რაოდენობას, რომლებიც იცოცხლებენ იმ ასაკამდე, რომელშიც დედა იყო თითოეული ამ გოგონას გაჩენისას. მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი მიღებულია აღინიშნოს როგორც R ნულოვანი და გამოიანგარიშება ფორმულით. R ნულოვანი უდრის დელტა გამრავლებული F-ზე და გამრავლებული LX-ზე. პირველი ნაწილი დელტა გამრავლებული F-ზე ბრუტო კოეფიციენტს წარმოადგენს და იგივეს აღნიშნავს, რაც მის შემთხვევაში, ანუ ცოცხლად დაბადებულთა შორის გოგონათა წილს დელტას შემთხვევაში და F-ის შემთხვევაში შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტს. რაც შეეხება LX, პატარა LX, ეს არის ცოცხლად დარჩენილების რაოდენობა ქალების მოკვდავობის ცხრილიდან. მოკვდავობის ცხრილში უნდა ვნახოთ შესაბამისი წლის მაჩვენებელი ქალების მოკვდავობის ცხრილიდან, მაგრამ იქ მთელი რიცხვებია მოცემული მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ფუძე არის 100,000 და ვინაიდან როგორც ბრუტო ისე ნეტო კოეფიციენტი გაიანგარიშება ერთ ქალზე, ამისათვის საჭიროა ის გავყოთ მოტანილი ციფრი მოკვდავობის ცხრილში გავყოთ 100,000-ზე. მაგალითად, ზემოთ მოტანილიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილია, რომ 2005 წელს შეფასებითი მონაცემებით დელტა უდრიდა 0.486, ხოლო F-ი, ანუ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 1.722 და ამდენად R-ი ბრუტო კოეფიციენტი ტოლი იყო, როგორც ზემოთ ვნახეთ, 0.837. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი ეს არის მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო კოეფიციენტი გამრავლებული გარკვეულ ასაკამდე მიღწეულთა რაოდენობაზე. შემდგომი გაანგარიშებისათვის საჭიროა დედის საშუალო ასაკის ცოდნა. დედის საშუალო ასაკმა ბავშვების გაჩენისას 2005 წელს შეადგინა 25.6 წელი. 2005 წლის ქალების მოკვდავობის ცხრილიდან ამ ასაკს, ანუ 26 წელს დაახლოებით, შეგვიძლია იქ ცხრილში ესე არ არის 25.6 ავიღოთ 25, ერთი ქალიდან მიაღწევდა 0.96,645 აქედან გამომდინარე R ნულოვანი, ანუ მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი იქნება 0.486, ანუ დელტა გამამრავლოთ 1.722-ზე, ანუ შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტზე და გავამრავლოთ 0.96,645-ზე, რაც საბოლოოდ შეადგენს 0.809. ამდენად ვხედავთ ჩვენ, რომ მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი რამდენადმე ნაკლებია ბრუტო კოეფიციენტზე, ვინაიდან აქ გათვალისწინებულია მოკვდავობა. ეს იმას ნიშნავს საერთო ჯამში, რომ ერთი ქალის მიერ თავისი ცხოვრების განმავლობაში დაბადებული გოგონების საშუალო რაოდენობიდან დედის ასაკს მიაღწევს
ერთზე ნაკლები, კონკრეტულ შემთხვევაში 0.809 გოგონა. რამდენადაც ბრუტო კოეფიციენტთან შედარებით ნეტო კოეფიციენტში გათვალისწინებულია EDX მოკვდაობის ცხრილიდან დედის ასაკს მიღწეულთა ქალების რაოდენობა მიმეორებს, ამიტომ იგი ბრუტო კოეფიციენტთან შედარებით უფრო ზუსტია და მას მოსახლეობის აღწარმოების წმინდა კოეფიციენტსაც უწოდებენ. განვიხილოთ მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები. მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმი დემოგრაფიული კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს განსახილველი დროის მომენტისათვის მოსახლეობის აღწარმოების პროცესის კონკრეტული რაოდენობრივი მახასიათებლების ერთობლიობას. მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმს აღწერენ ეგზოგენური და ენდოგენური პარამეტრების ნაკრების თანმიმდევრობითი ინტერპრეტაციით სტაბილური მოსახლეობის მოდელის ფარგლებში. მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის პარამეტრები შეიძლება იცვლებოდეს ფართო ფარგლებში, მაგრამ ისინი არ სცილდება როგორც ადამიანის ბიოლოგიურ შესაძლებლობებს, ასევე მოსახლეობის აღწარმოების ტიპის ისტორიულ საზღვრებს. ამ მხრივ შეიძლება ვილაპარაკოთ მოსახლეობის აღწარმოების რომელიმე ტიპის რეჟიმზე. მრავალი მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმი შეიძლება დაყვანილ იქნას აგრეთვე სამ სახეობაზე: გაფართოებულზე, მარტივზე და შეკვეცილზე. რა არის მოსახლეობის, რას ნიშნავს, რას წარმოადგენს მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოება? მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოება წარმოადგენს მოსახლეობის აღწარმოების ისეთ რეჟიმს, როდესაც მომდევნო თაობის რაოდენობა აღემატება წინა თაობის რაოდენობას, რაც განაპირობებს მოსახლეობის რაოდენობის მატებას. მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების დროს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის მნიშვნელობა ერთზე მეტია. ეხლა ვნახოთ, რას წარმოადგენს მოსახლეობის მარტივი აღწარმოება. მოსახლეობის მარტივი აღწარმოება არის მოსახლეობის აღწარმოების ისეთი რეჟიმი, როდესაც მომდევნო და წინა თაობის რაოდენობა ტოლია. ზუსტად ტოლი არასოდეს არ არის, ამიტომ აქ იგულისხმება დაახლოებითი მიახლოებითი ტოლობა. მოსახლეობის მარტივი აღწარმოების დროს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის მნიშვნელობა 1-ის ტოლია, ხოლო შობადობის ჯამობრივი და შობადობის ზოგადი კოეფიციენტები შესაბამისად 2,1 და 13,7 ტოლია. ეს მაშინ, როდესაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემდეგ პირობებს აკმაყოფილებს ორივე სქესისათვის 73 წელსა და 1/10 წელს, ქალების შემთხვევაში 75 წელს და მამაკაცების შემთხვევაში 71 წელსა და 2/10 წელს. რაც შეეხება მოსახლეობის შეკვეცილს, ანუ ზოგჯერ მას შევიწროებულსაც ეძახიან აღწარმოებას, ეს არის მოსახლეობის აღწარმოების ისეთი რეჟიმი, როდესაც მომდევნო თაობის რაოდენობა ნაკლებია წინა თაობის რაოდენობაზე. მოსახლეობის შეკვეცილი, ანუ შევიწროებული აღწარმოების დროს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის მნიშვნელობა ერთზე ნაკლებია. ნეტო კოეფიციენტის ასესი სიდიდე არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის რაოდენობის დაუყოვნებლივ შემცირებას. მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი მიგვანიშნებს მომავალში პოტენციურ დეპოპულაციაზე. ეხლა განვიხილოთ, არის ესეთი ცნება და გამოიყენება საკმაოდ ფართოდ დემოგრაფიაში, მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა. იგი წარმოადგენს დემოგრაფიული, ეგრეთ წოდებული დანახარჯებისა და შედეგების თანაფარდობას. თუ დანახარჯებს შევაფასებთ მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო კოეფიციენტით R-ით, ანუ ხოლო შედეგებს ნეტო კოეფიციენტით R-ნულანით, მაშინ მათი თანაფარდობა, ანუ R რიცხველში და
ერნულოვანი მნიშვნელში შეიძლება განვიხილოთ როგორც მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა. მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა, შეიძლება აღნიშნოთ პირობითად ერთი, უჩვენებს თუ საშუალოდ რამდენი გოგო უნდა გააჩინოს ერთმა ქალმა, რომ უზრუნველყოფილ იქნას დედათა თაობის მარტივი შენაცვლება, მარტივი აღწარმოება. მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა რაც უფრო მაღალია, მით უფრო უახლოვდება აღნიშნული თანაფარდობა ერთს. მოტანილი მაგალითებიდან გამომდინარეობს, რომ 2005 წელს 1958-1959 წლებთან შედარებით მოსახლეობის აღწარმოების ეკონომიურობა გაიზარდა, ანუ 1958-1959 წლებთან შედარებით 2005 წელს დედათა თაობის მარტივი შენაცვლებისათვის საჭირო იყო ერთი ქალის მიერ უფრო ნაკლები გოგოს გაჩენა.